რაღაც სიახლე მაქვს მეთქი შენთვის. რაღაც სიახლე? ხო. აბა რა სიახლე შეიძლება მქონდეს? აბა დაფიქრი. აბა? არა, вообще, twენი вообще გადამიკეტა armis. ნახე? სიყვარულო. იყავი იცი რა. მე მინდოდა შენთვის მეთქვა. ისი რა გათხოვება. ის ოჯახი რაღაცა პატარათი არის აუცილებელი. მე გავთხოვდებოდი კაი ფეხები რომ მქონოდა 5 ჯერ. სანამ ჩემ კაცს არ ვიპოვიდი. გამიგე? რა შუაშია ჩვენ ყველაფერი ისე მოგცა ღმერთმა რომ უნდა შესრულდეს, არა? ამითავართ, სამყაროს ნაწილი და ილოცავ, მაგრამ ჯერ იცი ვინ არის? არა. ხედავ რომ მე არც ვიფიქრებ. ამიტომ არ მისმის ეთყობა ქალის ამდენი, ხო და ისა რა ის სამყაროში მე ჩემი მარწმუნით არაფერი შექმნილა ქალზე, ლამაზზე და ქალის სიყვარულზე უფრო მაღალი გრძნობა, ხო? როგორ უყარ შვილი, მისი მამა, გარემოცვა თუ რაღაც ყველაფერი რაღაც საოცრებაში ქალს აქვს. პატარა ბიჭი, რომელიც მოვიდა დედიკოს იმ ადგილას ჩაისახა, სადაც ის გაიზრდება, განვითარდება და მერე სამყაროს მოევლინება. მე მას უსურვებ აინ ჩასახვიდან შემდეგ მისი გაზრდის ამ პლანეტაზე ყოფილიყოს მისი გონები, ყველა უჯრედის გაღვიძება. ეს თურმე არის ყველაზე რთული, ყველაზე ძნელი. პატარა ბიჭო, შენი უჯრედები დიდი რაოდენობა გაღვიძებულიყო და ეს სამყარო გენახოს იმ სილამაზის, რომელიც ის არის, რომელიც ჩვენ ყველაფერს ვიკეთებს, როცა ნათელი და კარგი გონება გვაქვს. და შენი მოსვლით, შენი ცხოვრების წესით, შენი განვითარებით და აღზრდით, შენი მშობლები, შენი ბებიები, ბაბუები გაგეხარებინოს და ჩემს ქვეყანას ეამაყოს, რომ შენ ამ მიწაზე დაიბადე.